შაბათკვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა წესით უნდა იყოს მთაწმინდის პარკში. ანდერვილი ქვია ამ კლუბს, თურმე აქ გამართული პრე-პარტი თბილისი ოპენერი 2013 ემზადება 5 ივნისისთვის, როდესაც თბილის 5 სხვა უცხოურ ჯგუფთან ერთად Deep Purple ეწევა. ბევრი წევრი დადის, რომ ბილეთებიო საერთოდ აღარ დარჩაო. აქ რო ჩამოვაო Deep Purple-იო რაღაც საოცრება დახვდებაო, რამეს უმზადებთ? არ ვიცი, ჩვენ ყოველ წელიწადს ფესტივალს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი ვინც მოვა გაერთოს. წელსაც ასე იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგრა გავერთობით ყველა. საქართველოს მზად არის ასეთი მასშტაბური ფესტივალისთვის შენი აზრით? აი ბილეთების კულტურამაც კი დააბნია ბევრი, რომ რა ქვია ფესტივალამდე არ გავიკეთო და QR კოდი და ერთჯერადი მოხმარების ბილეთი. ხო, ამას ვნახავთ, ამ კითხვაზე პასუხს გაგცემ 6-ში. რა მოხდება ვნახავთ. ვინც არ რისკავს ის შამპანურს არ ცვამს, მეგობრებო. VIP სტუმრები. ქართული შოუ ბიზნესი ვერ მოვაწონეთ, ივენთებიც ვერ მოვაწონეთ. ხო არ ჩანს მაია ივენთებზე, მაგრამ მე ბავშვობიდან ვიყავს Deep Purple. აი იმისთვის რომ თქვენთან ერთად იყოს მაია ასათიანი, უნდა მოიყვანოთ Deep Purple. არა, უნდა იყოს ჩვეულებრივი და უნდა გიყვარდეს ნამდვილი მუსიკა. ის რაც არის ნამდვილი ხელოვნება და როცა ადამიანი აკეთებს ნამდვილ შემოქმედებას, ის ყოველთვის არის სადა და უბრალო და მიდის ეგრეთ წოდებულ ივენტზე, არა იმიტომ რომ შეამჩნიო, არამედ იმიტომ რომ მოусმინოს ნამდვილ ხელოვნებას. მე ასეთი ვარ, რა ვქნა. ასეთია, პროდიუსერი გვეტყვის. კი სიტყვის სხვა არ მეტყვის რამეს. კი სიტყვი და მინიმუმ Deep Purple თუ არა, ყოველ შემთხვევაში ცოცხალი მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებით გულთან ახლოს მოსატანია, იმიტომ რომ როდესაც ცოცხალი ჟღერადობა გესმის, თან ასეთ ამინჩი, ესეთ კარგ ადგილას. ახლა თქვენო გესმით ეს ჟღერადობა, ხო იცი რომ ჟღერადობა რომელზეც გაიზარდე, ეს არის ის განსაკილასონია, რომლის ხმაზეც ვიზრდებოდით. ნიკა, შენ არ იცლები.